დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. დღეს არის დღესასწაული ოჯახის სიწმინდისა და ოჯახის სიმტკიცის, მშობლის პატივისცემის დღე არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პატრიარქის მიერ დაწესებული და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ოჯახის თაობაზე, ესე იგი. პირველი ოჯახი, რომელიც ღმერთმა შექმნა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ადამიანიდან. ადამი და ევა იყო პირველი ოჯახი. ამ პირველ ოჯახში იყო ის, რაც მათ აბედნიერებდა და რაც თითოეულ ოჯახს გააბედნიერებდა დღესაც თუ იგივე იქნება და რაც გულისხმობს. ისინი ღმერთს ესაუბრებოდნენ, ანუ ლოცულობდნენ. მათ ჰქონდათ ღვთისმცნება მიცემული, რომ უნდა მიეღოთ ნაყოფი სიცოცხლის ხისგან და უნდა მორიდებოდნენ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს. ის, რომ სიცოცხლის ხისგან უნდა მიეღოთ ნაყოფი, ეს სიმბოლურად იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი არსობის ფურს უნდა ეზიარებოდეს. ანუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს უნდა ეზიარებოდეს და ხშირად უნდა ეზიარებოდეს. და მეორე მხრივ უნდა შეენახათ მარხვა, ესე იგი, თავშეკავება. ესე იგი, ისინი ღვთისმცნებას აღასრულებდნენ, ლოცულობდნენ და შრომობდნენ. უნდა დაემუშავებინათ 60 ბაღი და დაეცათ. და ეს მათთვის არ იყო რაღაცა ტანჯვის მომგვრელი, დამქანცველი. ეს იყო მათთვის სასიამოვნო, სასიხარულო და მათ უფალთან ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი ამითი ხარობდნენ, ისინი ამითი ბედნიერები იყვნენ. დღესაც თუ ოჯახს ექნება ურთიერთობა უფალთან, ილოცებს, ღვთის სიტყვას მოусმენს და ეცდება, რომ ღვთისმცნებისა იცხოვროს, მაშინ დღესაც იქნება ბედნიერი ოჯახი. თქვენ გახსოვთ, პატრიარქის სიტყვა არის ასეთი, ბედნიერი ოჯახი. სადღაც 2 თაბახის გვერდი იქნება. შეგიძლიათ თუ ეს ფურცლები არა გაქვთ, რატო ამბობთ, მე ჩვენ ეს თავის დროზე დავარიგეთ, მრევს დავურიგეთ, დაბეჭდილი ჰქონდა თუ გახსოვთ და სახლის კურთხევაზეც რომ მივდიოდით ხოლმე, თუ ჰქონდა ჩანთაში, აუცილებლად უტოვებდით ხოლმე. იქ ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორ უნდა იყოს ოჯახი ბედნიერი. ბევრ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული და შეიძლება ის 2 გვერდია, მაგრამ 2 გვერდი არ არის მარტო, იქ ბევრი რაღაც დევს. იგდევს ოჯახი მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობაზე, ცოლ-ქმარის, იქ არის შვილებთან ურთიერთობაზე, ესე იგი. ჩვენ სამწუხაროდ ვიცით მარტო ის, რომ პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა ამბობს და კი ბატონო, ეს ნამდვილად ის არის საღვთომცნებაა და თუ გინდა რომ კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო, უნდა მოგცა უფალმა ის, რაც უნდა გააკეთო. მაგრამ მეორე მხრივ სახარებაში წერია, რომ მშობლებიო, ნუ გამწარდებითო შვილების მიმართ. ახლა ჩვენ შევხედოთ ჩვენს თავში, ამდენჯერ გამწარებულა მშობელი შვილის მიმართ, ამდენჯერ მრისყანე თუ თქვენს, ამდენჯერ დაუკვირია, ამდენჯერ უსაყვედურია, ხო და ჩვენ სახარება მხოლოდ ერთი მხრივ კი არ უნდა შევასრულოთ. არამედ ყველა მხრივ უნდა დაიცა, იმიტომ რომ ვინც ერთ მცნებას გარდახდა, მან უკვე რჯული დაარღვია. რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხრიდან? და ჩვენ თუ შევეცდებით, რომ სახარებისეულად ვიცხოვროთ ოჯახში და ვიცით, რომ ოჯახში ყველას თავისი წესი აქვს ცხოვრებისა, მამას თავისი, დედას თავისი, ოღონდ თავის წესში რაც გულისხმობს, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, თორე წესი ყველას ერთი უნდა ქონდეს ქრისტიანული. შვილს თავისებური მცნება მისცა ღმერთმა, დედას თავისებური, მამას თავისებური და
თუ ყველა ამას შეასრულებს, მართლაც იქნებიან ბედნიერები. მამას უთხრა, რომ შენო გიყვარდესო შენი მეუღლეო ისე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. და ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია ჩვენ ვიცით. ეკლესია ჩვენ ვართ თითოეული ადამიანი და ქრისტე თითოეული ჩვენგანისთვის ჯარს ეცა. შეგი თუ კაცს თავგანწირვამდე უყვარს მეუღლე, ეს არის ღვთისმცნების შესრულება. და თუ ესე უყვარს, წარმოიდგინეთ ის რამდენ რამეს მოუთმენს თუნდაც, რამდენ რამეს სხვაგვარად შეხედავს, რამდენ რამეს ესე იგი სიყვარულით გამოასწორებს. ცოლს ეუბნება, რომ შენ ისე უნდა ემორჩილებოდე შენს ქმარს, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს. ეკლესია ყველაფერში ემორჩილება ქრისტეს. და თუ ეკლესია ქრისტეს არ ემორჩილება, ის უკვე ეკლესიათ აღარ ითვლება. თუ დაუშვათ აი რომელიმე გინდათ სასულიერო პირი, გინდათ ერის ადამიანი, ესე იგი ბოიკოტს გამოუცხადებს ღვთისმცნებებს, ის უკვე ეკლესია აღარ არის. ის ეკლესიის გარეთ აყენებს თავის თავს. და თუ რომ შეაგონებენ და მაინც არ შეინანებს, მაშინ ის ანათემას გადაეცემა ხოლმე ესეთი ადამიანი. და ეხლა ამ ბოლო დროს იყო საპატრიარქოს განცხადება, თქვენ იცით, რომ იქ ერთ თეატრში რაღაცა ძალიან კრეხელური და ღვთისაგმობი სცენის და სპექტაკლის გამო ეკლესიამ მათ განუცხადა, თუ არ შეინანებთ, მაშინ ანათემას გადაეცემთ. ანუ ისინი უკვე აღარ არიან ეკლესია. ისინი აღარ იქნებიან ეკლესიის ნაწილი. ჯერჯერობით არიან და მათ აქვს წინანული შესაძლებლობა. რატო ამბობ? თუ ეკლესია არ ემორჩილება ქრისტეს, თუ ვინმე არ ემორჩილება ქრისტეს, ის უკვე აღარ არის ეკლესიის ნაწილი და ამითი რას გვეუბნება უფალი, ცოლს რას ეუბნება, რომ შენ ყველაფერში უნდა დაემორჩილო შენს ქმარს, გარდა ცოდვისა, რა თქმა უნდა. ცოდვაში არ უნდა დაემორჩილო. ცოდვას თუ გთავაზობს, იმაში არ უნდა დაუჯერო. თუ გეუბნება, რომ აბორტი უნდა გაიკეთო, არ უნდა დაუჯერო. რამდენჯერ ყოფილა ბრძოლა დასჭირვებია მანდილოსანს, ესე იგი მეუღლის მიმართაც, თუ ოჯახის სხვა წევრების მიმართ, რომ მას მდომია, რომ გაეჩინა შვილი და აქედან ეუბნებიან, არა გინდა თუ არა უნდა მოიშორო და მაინც ზოგი გამტყდარა. მაგრამ ზოგი მტკიცედ დარჩენილა და გაუჩენია შვილი. და ამაში არ უნდა დაუჯერო. და შვილებს ეუბნება, რომ შვილები დაემორჩილეთო მშობლებსო. და ასეთ მშობლებს რომ ნახავ, ერთს რომ თავგანწირვით უყვარს მეორე და მეორე რომ ყველაფერით მოკრძალებით ღვთისმოშიშებით არის ემორჩილება თავის მეუღლეს და ეს კაციც უნდა ღმერთს ემორჩილებოდეს. ეს თუ ეშმაკს უჯერებს, ასეთ კაცს შეიძლება ცოლი ყველაფერში ვერ ახლოს, იმიტომ რომ ბევრ ცოდვიან რამეს ჩააგონებს მაშინ. ამიტომ აი ყველაფერი ერთმანეთზეა ჯაჭვური რეაქცია, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ეხლა თუ მშობლები ერთმანეთს არ უჯერებენ და სიყვარულით არ აქვთ ურთიერთობა, შვილს ეტყვი, რომ შვილო რაღაცას რო გეუბნები, გაიგონე, არ გაიგონებს. მაგალითი არ უდეს და იმიტომ არ გაიგონებს. და თუ ეს მაგალითი უდეს, აი პატრიარქი როგორ ამბობს, მეო ჩემს ოჯახშიო არ გამიგონია ხმამაღალი სიტყვა. წარმოიდგინეთ, ასეთ ოჯახში გაიზარდა, ხმამაღალი სიტყვა არ გამიგონია. მშობლები გიორგი და ნატალია ესე შეხმატკბილებით, მოკრძალებით, ღვთისმოშიშებით ცხოვრობდნენ ოჯახში და შვილებსაც ასე ზრდიდნენ და აი როგორი შვილი გაზარდეს კი ყველა ხედავს და მარტო ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო ხედავს. ამიტომაც საჭიროა ესეთი ოჯახები. ასეთ ოჯახებს შეუძლიათ რომ ბევრი ღირსეული შვილი აღზარდონ, იმიტომ რომ ოჯახზე დიდი სასწავლებელი არ არსებობს არაფერი. ამიტომაც არის დღეს გამალებული ბრძოლა სწორედ ასეთი ოჯახების მიმართ. ოჯახის ინსტიტუტის მიმართ არის ეს ბრძოლა. იმიტომაც არის ამ სოდომ-გომორული ცოდვების
პროპაგანდა, ესე იგი. არა და ამისი პროპაგანდა ეს არის მიზანმიმართული ბოროტება ყველა ადამიანის მიმართ. და მიზანმიმართული ბოროტება და დანაშაულია თვითონ ამა თუ იმ სახელმწიფოს მიმართ. ამ შემთხვევაში საქართველოზე ლაპარაკი. ეს არის დანაშაული. ამისი პროპაგანდა, ეს მარტო ცოდვა აღარ არის, ეს დანაშაული. დანაშაულია, როგორც ეს უნდა კანონით ისჯებოდეს ამისი პროპაგანდა, იმიტომ რომ ეს დანაშაულია. ჩვენი ერი ისედაც თუ რამდენი დავრჩით და ამის პროპაგანდა კიდევ უფრო მეტად შეამცირებს. საერთოდ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, რომ უნდა დაიყვანონ მოსახლეობა ოქროს მილიარდამდე. იმ 7 მილიარდს რას უშვებიან? ეს არის ეს ამისკენ არის გეზი აღებული, ეს არის მიმართულება, ესე იგი. ეს ახლა მე რამე ახალი კი არა ვთქვი, ამაზე ყველა ლაპარაკობს და ყველა მიცის და ამას გუშინ ერთი გოგონა იყო ჩამოსული საფრანგეთიდან, იქაც ამაზეა ლაპარაკი, ამას იმაშვებიან. ოღონდ ვინც ამას ამბობს, დავუშვათ აი მოსახლეობა ამბობს, რომ კიო, ეგ კარგია, ეგრე უნდა იყოს. თვითონ კი არ მოიაზრებს თავს იმ 7 მილიარდში, რომელიც უნდა გაქრეს. არა, ის 1 მილიარდში უნდა იყოს. და ყველა ეგრე ფიქრობს. მე ადრეც გითხარით და კიდევ ვიტყვი, წმინდა პროფესორ ჯერის წმინდანად არ არის, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ის დიდი მღვდელმთავარი იყო ანტონ სუროჟელი, ანტონი ბლუმი ინგლისში მოღვაწეობდა და თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ასეთ რამეს ამბობს. ინგლისშიო კემბრიჯში არის ერთ-ერთი ხელნაწერი, სახარებისეული ხელნაწერი, სადაც იესო ქრისტეს თავისი მოწაფეები ეკითხებიან, რომ სასუფეველი როდის მოვა და უფალი პასუხობს, სასუფეველი მოსული არის უკვე იქ, სადაც ორი კი არ არის, არამედ ერთი. ანუ აქ ოჯახზეა ლაპარაკი. ჩვენ ვიცით ქორწინების საიდუმლო, რომ ორი ადამიანი ერთი სხეული ხდება, ერთი ხორცი ხდება. და წმინდა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, რომ ყველაზე დიდი ღირებულებაო სამყაროში არის ოჯახი. თუ ოჯახი არ იქნება, არც ერში იქნება არაფერი სიკეთე და არც მონასტერში. აბა მონასტერში ვინ წავა, ოჯახმა თუ შვილი არ გააჩინა, მონასტერში ვინ წავა, ბერად ვინ აღიკვეცება. არც იქ არ იქნება არავინ და არც ერში არ იქნება არავინ. და ნელ-ნელა მართლა წავა ყველაფერი შემცირებისკენ და გაქრობისკენ. ამიტომაც აი ჩვენ ვეცადოთ, რომ ღვთისმცნებებით დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ესე იგი, როცით დავიცვათ. დღეს მე მინდა შეგახსენოთ, კი ვთქვი, მაგრამ 2 საათზე მშენებარე საკათედრო ტაძარში, აღდგომის ტაძარში, კომბინატში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იქნება სავედრებელი პარაკლისი, რომ ჩვენ შევავედროთ ჩვენი ოჯახები უფალს. ერთობლივი პარაკლისი იქნება 2 საათზე, პარაკლისის შემდგომ იქნება მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისკენ. ყველგან ესე იქნება, გორში კი არა, მხოლოდ თბილისში ასე იქნება, ფოთში თუ თელავში, მთელ საქართველოში მოკლედ და ეს არის საზეიმო დღე და ეს ჩვენ უნდა აღვნიშნოთ. მერთმაინებელს ამას კიდე შეემატოს სხვადასხვა მრავალი ღონისძიება, რომელიც ამ დღეს კიდევ უფრო გაამშვენიერებს. ისე რომ ჩვენ 2 საათზე ყველა ერთად შევიკრიბოთ საკათედრო ტაძარში, კომბინატის დასახლებაში, აღდგომის მშენებარე ტაძარში. ქრისტე აღსდგა.